ცნობიერების ამაღლების ეროვნული კვირაული ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით რაბათის ისტორიულ კომპლექსში ღონისძიება გაიმართა. იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის ტემპუსის ფარგლებში განხორციელდა. კონცერტში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. საღამოზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის მეშვიდე საჯარო სკოლის დღის ცენტრ ტალიტა კუმისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ყველასთვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მსგავსი სახის აქტივობა ახალციხესთან ერთად ბათუმისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც მოეწყო. საერთაშორისო პროექტი ტემპუსი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 4 მიმართულებით ფუნქციონირებს. მის განხორციელებაში 14 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. 14 ივნისი აღინიშნება ეროვნული დღე ასეთი ახალგაზრდების და ჩვენი ასე რომ ვთქვათ მიღწევა ჩვენი ამ პროექტის ფარგლებში შედეგის არის რომ ხვალხელი მოეწერება ინიციატივას მოაწერენ ხელს რამდენიმე უნივერსიტეტის ანუ პარტნიორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები რომლითაც ვალდებულებას აიღებენ რომ ასეთი ახალგაზრდების შეღწევადობა გაადვილდეს უნივერსიტეტებში უმაღლეს სასწავლებლებში როგორც პროფესიულ პროგრამებზე ასევე აკადემიურ პროგრამებზე. ამ ბავშვებისთვის დღევანდელი ღონისძიება ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევს პირადულ ცხოვრებაში. ისინი გამოვიდნენ საზოგადოებაში, გამხიარულდნენ და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ამისანა ღონისძიება, რომ ძალიან მალმალე იყოს, ხშირად იყოს, რომ ეს ბავშვებიც გამხიარულდნენ, გამოვიდნენ ცხოვრების ასპარეზზე. ის თუ რამდენად არის ეს ხალხი, ვინც მონაწილეობას ღებულობდა ამ ღონისძიებაზე ჩართული და მით უმეტეს, როდესაც საუბარი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვითარებული რეგიონი და ქალაქია. ძალიან მომეწონა სიმღერები, ცეკვა და ბავშვები. ჩვენი უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომავალ მასწავლებლებს შესთავაზოს ტემპუსის პროექტის ფარგლებში არაჩვეულებრივად მომზადებული კურსები, ანუ ჩვენი მომავალი მასწავლებლები, რომლებიც შევლენ საკლასო ოთახში, მზად იქნებიან სამუშაოდ. მათ ეცოდინებათ ნებისმიერი ტიპის დარღვევები და ისინი მომზადებულები და კარგად შეხვდებიან იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დღეს განათლების სამინისტრო ეროვნული სასწავლო გეგმა უყენებს თითოეულ